Თარობის წარმომადგენლებსა და ბიზნეს სექტორს შორის თითქმის 4 საათიანი შეხვედრა დასრულდა. როგორც კერძო სექტორის ნაწილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა საუბარი იყო ზოგად გამოწვევებზე, ასევე ენერგეტიკის სექტორში არსებულ ვითარებაზე. შეხვედრიდან გამოსული ბიზნესის ნაწილი აღნიშნავდა, რომ მათი მოლოდინები და ზოგადად განწყობები დადებითია. ამასთან ბიზნესის ნაწილმა თარობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ბიუროკრატიასთან დაკავშირებულ გამოწვევებზეც ისაუბრა. რაზე გააკეთა კერძო სექტორმა ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე აქცენტი. ელენე გოგბერაშვილი გვერდება ახლა შეფასებებით. ელენე, მოგესალმებით და გისმენ. Თუმცა მოგესალმებით, სანამ უშუალოდ ბიზნესის პოზიციებს გაგაცნოთ, დავიწყოთ იქიდან გამომდინარე თუ რა ტიპის შეხვედრა შედგა დღეს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე. ირაკლი კობახიძე ტრადიციულად, როგორც მას ჩვევია, სხვა საჯარო გამოსვლების მსგავსად დღეს თავს იწონებდა იმ მაღალი ეკონომიკური ზრდით, რომელიც აქვს ქვეყანას და ასევე იმ მაკროეკონომიკური პარამეტრებით, რომელიც ასევე ფიქსირდება მიმდინარე წელს. როგორც უკვე ითქვა, ასევე გამოწვევებზეც იყო ამ შეხვედრაზე საუბარი. შიგნით ბიზნესთან შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ ისაუბრა მათ შორის სახელმწიფო საწარმოებში არსებულ პრობლემებზე. ამ მხრივ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სახელმწიფო საწარმოებში ხდებოდა გაუთვალისწინებელი, უпростоრად სხვადასხვა ბიუროკრატიული ხარჯი, ზედმეტი ხარჯი და ამ გზით მათ შეძლეს რამდენიმე ერთეული ასეული მილიონის დაზოგვა. გარდა ამისა, როგორც თქვი, საუბარი შეეხო ენერგეტიკის სექტორს, თითქმის ყველა სექტორზე იყო საუბარი, თუმცა განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ენერგეტიკაზე. პრემიერი როგორც ჩანს ამ მიმართულებით გარკვეულ სიახლეებს აანონსებს, რადგან მისი მხრიდან აქცენტი გაკეთდა კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ იმაზეც, რომ ხდებოდა ბოლო პერიოდში გაცემული ნებართვების გადაყიდვა და გარკვეულწილად სპეკულატიური ბაზარი შეიქმნა. ამაზე კერძო სექტორი დიდი ხანია საუბრობს. გარდა ამისა, რაც შეეხება უშუალოდ ბიზნესს, დღეს პრობლემებზე ბევრი არ უსაუბრია ბიზნესს, თუმცა გამოყვეს გარკვეული საკითხები, რაზეც იყო ამ დახურულ კარს მიღმა საუბარი. მათი ნაწილი ამბობს, რომ შრომით ბაზარზე არსებული პრობლემები, ბიუროკრატია სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობებში, ეს არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა დღეს, რომელიც კერძო სექტორს აწუხებს. გარდა ამისა, როგორც იკვეთება და ჩანს მათი კომენტარებიდან, დახურულ კარს მიღმა, რომელიც როგორც უკვე იცით, მედიისთვის ასევე იყო დახურული, იყო საუბარი იმის შესახებ, რაც ხდება ქვეყანაში, ეს ეხება პოლიტიკურ არასტაბილურობას, ასევე წინასაარჩევნო პროცესს. ბიზნესი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კერძო სექტორისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება სტაბილურ ვითარებას ქვეყანაში. გარდა ამისა, გარკვეულ ინიციატივებზეც იყო საუბარი კერძო სექტორის მხრიდან, თუმცა დღეს მედიასთან იმ ბიზნესმენებმა, რომელმაც ისურვეს კომენტარის გაკეთება, დეტალებზე არ უსაუბრიათ. მხოლოდ რამდენიმე ბიზნესმენმა გააკეთა კომენტარი ჟურნალისტებთან. თავად პრემიერი არ გამოსულა მედიასთან, არ უპასუხია ჩვენს კითხვებზე. გარდა ამისა, მის გარდა ამ შეხვედრას ესწრებოდა ეკონომიკური გუნდის მინისტრები, თლიანად მინისტრთა კაბინეტი შეიძლება ასე ითქვას, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები, თუმცა არც ერთ მათგანს დღეს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. როგორც უკვე გითხარით, რამდენიმე ბიზნესმენმა ისურვა ამ შეხვედრის შემდგომ ესაუბრა იმ საკითხებზე, რომელიც დაისვა ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე და ჩვენ ახლა შეგვიძლია მაყურებელს სწორედ ეს კომენტარები მოვასმენინოთ. ბიზნეს კლიმატი გაუმჯობესებულია, დასაქმების ბარომეტრი გაუმჯობესებულია, ასევე საინვესტიციო ინდექსიც გაუმჯობესებულია. თუმცა გამოწვევების ნაწილში ჩვენ ვნახეთ, რომ ცოტათი აწეული არის ბიუროკრატიული და ადმინისტრაციული ბარიერები და ამაზე პრემიერთან ძალიან ღიად იყო საუბარი, მათ შორის პრემიერის მხრიდან იყო შეპირება, რომ ყველა ის ბარიერი, რომელიც აქამდე არსებობდა, ობიექტური ინტერესების გათვალისწინებით ბუნებრივია იქნება შევსებული. ბიზნესის და ეკონომიკის კუთხით განწყობები ყველაზე კარგად ასახულია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ მომზადებულ ტრადიციულ ინდექსში, რომელიც გახლავთ ყოველკვარტალური, იყო მიმოხილვა საკმაოდ დეტალური პირველი კვარტლის, მეორე კვარტლის, მესამე კვარტლის და ასევე იქ არის პროგნოზები მეოთხე კვარტალთან დაკავშირებით. ყველა ციფრი ცალსახად მიუთითებდა იმაზე, რომ ვითარება არის სტაბილური და ბიზნესს აქვს დადებითი არა მხოლოდ არსებული სტატუს კვოს განწყობა, არამედ დადებითი მოლოდინი მომავალი განვითარების კუთხით. პრემიერმა გააჟღერა ძირითადად ენერგეტიკის მიმართულებით რეფორმაზე ჰქონდა საუბარი, განათლების რეფორმაზე იყო საუბარი და თქვათ იგივე ლოჯისტიკურ პროექტებზე, ძირითადად ეს კითხვები დაისვა ბიზნესის მხრიდან. ბიზნესს რაც ყველაზე მეტად დღეს აწუხებს, ეს არის საკადრო რესურსების დეფიციტი, ამ მიმართულებით პროფესიული სასწავლებლების კუთხით იყო ასევე საკითხი დასმული. რადიკალურად გაზრდილია პოზიტიური მოლოდინები, იგივე ლარის კურსთან დაკავშირებით იყო ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი.
საკითხი გაჟღერებული, რომ შენარჩუნებულია ეს კურსი და ბიზნესი არ ელოდება კურსის ცვლილებას ან დაწევას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური პარამეტრების შესასრულებლად. რაც შეეხება მაკროეკონომიკურ პარამეტრებს, ქვეყანაში ძალიან კარგია. ახლა ამას მე რომ არ თქვა, ყველა კვლევა ადასტურებს, ზრდა რეგიონში და მთლიანად გარშემო, მე მგონი ევროპაშიც კი ერთ-ერთი საუკეთესო გვაქვს ბოლო 3-4 წლის განმავლობაში. თუმცა ეს ტენდენცია რომ შენარჩუნდეს და უფრო გაძლიერდეს, ამისთვის ამ გამოწვევებს ადეკვატური დროული პასუხი ჭირდება. გამოწვევები არის არაპროფესიონალი კადრები ქვეყანაში და ამ კუთხით ძალიან სიმცირეს და ნაგლობას განიცდის ბიზნესი და საკმაოდ საქმიანი საუბარი ჰქონდა პრემიერს, რაც ძალიან მომეწონა მინდა გითხრათ და ყველაზე მთავარი რაც არის, რომ სახელმწიფოს მიდგომა ამის მიმართ, ამ ყველაფრის მიმართ არის ადეკვატური. პრემიერმა დახურულ კარს მიღმა ასევე ისაუბრა ბიზნესთან შეხვედრაზე, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარების რესურსს საქართველოს ოცნების ხელისუფლება ხედავს ქვეყანაში, განსაკუთრებით გამოყო ენერგეტიკის სექტორი და ეს დარგი და თქვა, რომ ბიზნეს აუცილებლად ექნება ყველანაირი მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან, ასევე ხაზგასმით აღინიშნა ახალი ინიციატივების შესახებაც, თუმცა დღეს მეტი კონკრეტიკა ამ შეხვედრაზე არ ყოფილა. მადლობა ელენე, ეს ელენე გოგბერაშვილი იყო, რომელმაც შეფასებები გაგვაცნო ბიზნეს სექტორის მხრიდან, რომლებიც ესწრებოდნენ ირაკლი კობახიძესთან და მთავრობის წარმომადგენელთან გამართულ შეხვედრას.